უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე, მედია წიგნიერების კონკურსზე, სახელწოდებით ნამდვილი თუ მოგონილი. ეს კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ადამიანებში, მოზარდებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის ფაქტების გადამოწმების უნარის განვითარებას. დღეს ეს ძალიან საინტერესოა და ძალიან აქტუალური და ამ თემაზე ალბათ ჩვენი სტუმარი უკეთ ისაუბრებს და მოდით წარმოგიდგენთ მას. ეს გახლავთ კომუნიკაციების კომისიის მედია წიგნიერების დეპარტამენტის უფროსი მაკა დახუნდარიძე. სიამოვნებით მოგესალმებით ქალბატონო მაკა, დილამშვიდობისა და მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ძალიან საინტერესო კონკურსზე უნდა ვისაუბროთ და ქალბატონო მაკა, როგორ გაჩნდა თავიდან ეს იდეა და მაყურებელსაც ერთი-ორი სიტყვით რომ აუხსნათ, რას ნიშნავს მედია წიგნიერება და რატომ კონკურსის სახით და რატომ აი ესეთი ფორმით? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ტელემაყურებელს. როგორც იცით, კომუნიკაციების კომისია საქართველოში მედია წიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია და აი უკვე მე-9 წელია ამ მიმართულებით მუშაობთ. ჩვენ გვაქვს ისევე როგორც ფორმალური განათლების მიმართულებით პროექტები, ასევე არაფორმალური განათლებით და ნამდვილი თუ მოგონილის კონკურსი სწორედ აი ასეთ არაფორმალური განათლების პროექტს მიეკუთვნება. ეს კონკურსი უკვე როგორც თქვი, ეს ხანგრძლივი ისტორიის მატარებელი არის, უკვე მე-13-ად ვატარებთ და ძირითადად კონკურსის მიზანია, ისე როგორც მედია წიგნიერების განვითარების მიზანი არის საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, ხოლო ამ შემთხვევაში კრიტიკული აზროვნების განვითარება, ლოგიკური აზროვნების განვითარება, ვინაიდან როგორც აღნიშნეთ თქვენ, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო და მედია სივრცეში ასეთი უნარების ქონა. მედია წიგნიერებაც სწორედ აი იმ კომპეტენციას მიეკუთვნება, რეალურად ის არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულების ერთიანობა, რომელიც ჩვენ გვეხმარება ინფორმაციის მიღებაში, მის კრიტიკულად გაზრებასა და გადამუშავებაში, ასე რომ ჩვენ ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ. მოდით ამ პროექტის შინაარსიც მოგვიყევით, რას გულისხმობს ეს პროექტი, აი ტექნიკური დეტალებიც გვაინტერესებს ყველას. ეს კონკურსი არის ინდივიდუალური კონკურსი, ჩვენი სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ გვაქვს გუნდური კონკურსებიც, მონაწილეობას იღებენ მაღალი კლასის მოსწავლეები, მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით და მთავარი ამოცანა დავალება არის, რომ ონლაინ მედიაში აღმოაჩინონ ყალბი ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა იყოს აქამდე გადამოწმებული და თავად, ესე იგი, წარმოადგინონ ნამუშევრის სახით გადამოწმების დადასტურებული როგორც ყალბი. დიახ, დადასტურებული როგორც ყალბი და შემდეგ უკვე ნამუშევრის სახით უნდა გვაჩვენონ ის გზა, თუ როგორ ესე იგი აღმოაჩინეს, დაასაბუთეს ფაქტებზე დაფუძნებით, არგუმენტირებული მსჯელობით და ვაძლევთ სრულ თავისუფლებას, თავად შეარჩიონ მონაწილეებმა ფორმა ნამუშევრის წარმოდგენის და შესაბამისად კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფორმით წარმოადგინონ ეს ნამუშევარი. აი ჟიურისთვის რა არის მთავარი? როგორი კრიტერიუმებით ხდება შეფასება კონკურსანტების? ჩვენი ჟიური დაკომპლექტებულია ისევე როგორც კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლით, ასევე მოწვეული ჟიურიც ყავს, უკვე წლებია და მთავარი კრიტერიუმი არის, ასე ვიტყოდი, სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს. ერთი, რომ ვაფასებთ, რამდენად რთული იყო ინფორმაციის ნახვა, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენა და შემდეგ ეს რამდენად ინფორმატიულია ასევე ეს დასაბუთების გზა. ასევე მნიშვნელოვანი არის შემოქმედებითი ნაწილი, წყაროები უნდა იყოს აუცილებლად მითითებული. ხშირად გვისვამენ კითხვას სხვა წესებთან დაკავშირებით, რომელიც სხვათა შორის ვისარგებლობთ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ვებგვერდზე არის განთავსებული ხშირად დასმული კითხვები. ჩვენ ასევე ვცდილობთ, რომ და ვაკეთებთ კიდევაც, რომ ყოველი კონკურსის შემდეგ გამარჯვებულების ნამუშევრები არის ატვირთული ვებგვერდზე
რაც უკეთეს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, რომ წარმოდგენა შეიქმნან თუ როგორ გამოიყურება ეს ნამუშევრები, საუკეთესო ნამუშევრები და ეხმარებათ მათ ნამუშევრის მომზადებაში. ასე რომ, ხო, აი ძირითადად ეს კრიტერიუმებია, არის ინფორმატიულობა, ასევე მთელი ეს პროცესის აღმოჩენიდან დასაბუთების პროცესის და არგუმენტირებული მსჯელობის შეფასება და ასევე შემოქმედებით ნაწილსაც ვაქცევთ ყურადღებას. გაბატონ მაგარი, თქვენ ახსენეთ გასული წლების ნამუშევრები და როგორც ხვდებით, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს კონკურსანტმა, ასე ვთქვათ, ის ყალბი ინფორმაცია, რომელსაც აღმოაჩენს და შემდეგ უნდა დაადასტუროს, რომ ეს არის ნამდვილად ყალბი და აქამდე ეს არავის არ უნდა გაეკეთებინა, ხო? ეს არის იდეა. აი ამასთან დაკავშირებით ალბათ ბევრი შეკითხვაც ექნება. აი პრაქტიკაში ეს რას გულისხმობს? აი ერთი მაგალითი მაინც თუნდაც გასული კონკურსიდან რომ მოგვიყვანოთ, აი რა აღმოუჩენიათ დაუშვათ. კი ბატონო, კონკურსანტები აქაც არ არის შეზღუდვა, ეს შეიძლება იყოს ქართულ მედიაში გავრცელებული, ონლაინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ასევე საერთაშორისო მედია და ხშირად საერთაშორისო მედიას მიმართავენ კონკურსანტები, უფრო მეტად ალბათ. უფრო მეტად კი ვიტყოდი სტატისტიკა ამას აჩვენებს. ასე რომ ხო, ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე კითხვა აი ერთი მაგალითი რომ მოგვიყვანოთ, დაუშვათ აი პრაქტიკული მაგალითი. კი ბატონო, პრაქტიკული მაგალითი არის აი მაგალითად ანუ ნავთობთან დაკავშირებული, ან ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული თქვათ ინფორმაცია გავრცელებული იყო, რომელიც თქვათ იცით რა არის ეს ნამუშევრებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით წლიდან წლამდე და უკვე მე-9 წელი ამ კონკურსს ვატარებთ. ნუ რაღაც საოცარი შედეგები ფიქსირდება, ანუ უნარების თვალსაზრისით, ხო, როგორი დახვეწილი ნამუშევრებია წლიდან წლამდე. და მინდა გითხრათ, რომ ურთულესი ამოცანა, რა ვიცი, მოსწავლე არავის. რთული, აი მეც ახლა რომ უცებ დავფიქრდი რა, აი რაში როგორ შეიძლება მიმეღო. ნახეთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა იყოს გადამოწმებული პირველ რიგში, პირველ წყაროს არ უნდა კონდეს დადასტურებული რომ ყალბი ინფორმაცია და ასევე ინფორმაციის ეგრეთ წოდებული ფაქტ-ჩეკერების მიერ არ უნდა იყოს, ვთქვათ, აღმოჩენილი ეს ინფორმაცია როგორც ყალბი, ხო, დადასტურებული როგორც ყალბი. აი ამას ექცევა ყურადღება, ანუ რეალურად მოსწავლებმა უნდა აღმოაჩინონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ერთი მხრივ რაღაცა დიდი ინტერესის, ესე იგი, საგანს არ წარმოადგენდა თავის დროზე. სასურველია რომ ეს იყოს უახლესი, ვთქვათ, პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია და აქაც არ გვაქვს შეზღუდვა, ცხადია შეიძლება ძველი ინფორმაციაც იყოს, უბრალოდ ვინმეს გამორჩა და არ მიაქცია ამას ყურადღება. აი შეზღუდვები თუ არსებობს რამე ისეთი, რომელსაც თავი უნდა არიდონ კონკურსანტებმა, ჟიურიმაც და არა, ასეთი შეზღუდვები არ გვაქვს. ერთადერთი აი წელს ონლაინ სივრცეში გავრცელებული, არა ტრადიციულ, არამედ ონლაინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უნდა იყოს ძირითადად. სხვა მხრივ არ გვაქვს შეზღუდვები, მათ შორის არც ნამუშევრის ფორმატის კუთხით. ერთადერთი აი წესები არის, რომელიც გასათვალისწინებელი იქნება მონაწილეების მხრიდან. თუ კი ნამუშევრის ფორმა არის აუდიოვიზუალური მასალა, მაგალითად ვიდეოს ფორმით არის წარმოდგენილი, აქ დრო არის 2 წუთს, 2 წუთს არ უნდა აღემატებოდეს ეს ნამუშევარი, მაგრამ თუ კი საპრეზენტაციო ფორმით არის წარმოდგენილი, მაშინ 10 სლაიდს ან 10 გვერდს არ უნდა აღემატებოდეს და ეს უნდა გაითვალისწინონ მონაწილეებს. და სხვათა შორის აქვე ჩვენს ტელემაყურებელს და დაინტერესებულ პირებს უთხრათ, რომ არაჩვეულებრივი პრიზებიც გერგებათ პირველ 3 პრიზიორს, ხო, როგორც ვხვდები. რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინი გაქვთ, აი დაუშვათ ტენდენცია საითმიდის, როგორ ფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა გაცილებით უფრო მაღალი იქნება ახლა ამ ეტაპზე, ვიდრე შარშან იყო, ხო, თავისთავად. არის ეს ტენდენცია? კი, ამ ტენდენციას ნამდვილად ვაკვირდებით და გიდასტურებთ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ რთულია ასეთი, ხო, ანუ ყალბი ინფორმაციის, იმგვარი ყალბი ინფორმაციის აღმოჩენა, რომელიც აქამდე დადასტურებული არ ყოფილა და დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტის პირობებში კიდევ უფრო რთული ხდება. ესე იგი, იდენტიფიცირება არის ესე იგი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, მათ შორის ანუ ეს დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაციაც ხელოვნური ინტელექტითაც ცხადია იქმნება
იგრძნობა და ვრცელდება. და მისი მეშვეობითაც აღმოჩენად შეგვიძლია ყალბი ინფორმაცია. ესეც არის კი ბატონო და ეს უკვე ცოდნასთან და უნარებთან მივდივართ, რომლითაც უნდა იყვნენ აღჭურვილი ჩვენი ესე იგი ახალგაზრდები, რასაც ვასწავლით, რომ თუნდაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ეს ტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც მოითხოვს ცოდნას და ბოლომდე არ უნდა მივენდოთ არც ხელოვნურ ინტელექტს მათ შორის და როგორც სწორად აღნიშნეთ, ასევე ინფორმაციის იყალბეთ თავად ხელოვნური ინტელექტით შეგვიძლია გადავამოწმოთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებელს.